სამწუხარო ესე დამთავრდა რა. ჩვენი მოღვაწეობა საქართველოს ნაკრებში რა. ერთი იმის თქმა შემიძლია, მაგრამ რომ უსურვებ მომავალში წარმატებებს რა. და მე როგორც რიგითი ქართველი კაცი 20-ის ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები რა. თემურ კეცბაიას 5 წლიანი პერიოდი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ანტირეკორდით დასრულდა. ეროვნულმა გუნდმა 22 წლიანი ისტორიის მანძილზე საკუთარ მოედანზე პირველად წააგო 4-ბურთიანი სხვაობით. არადა ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო. 2009 წლის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა პირველად ისტორიაში გამარჯვების გარეშე დაასრულა შესარჩევი ეტაპი. იმ დროს ფედერაციას უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავდა და ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნაზეც ბევრი ფიქრი არ დასჭიროებია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთადერთ კანდიდატს თემურ კეცბაიას ემხრობოდა. ყველა ჩვენგანი აი მომენტს შანსს ელოდება იმისათვის, რომ რაღაცით გამოადგეს თავის ქვეყანას. მე მგონი ჩემთვის ეგ დიდი პასუხისმგებლობის მომენტი არის, მომენტს იმის საშუალება, რომ აი ესე ძნელ სიტუაციაში აქ მოსულიყო. გულშემატკივრის ერთსულოვნება ადვილად ასახსნელი იყო. სამმა წარმატებულმა უცხოელმა მწვრთნელმა ვერანაირი შედეგი ვერ აჩვენა. ამ დროს ქართველმა მწვრთნელმა მოკრძალებული ანორთოსის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გაიყვანა და თავი არც იქ შეირცხვინა. შემდეგ იყო ბერძნული ფეხბურთის გრანდში მხოლოდ 5 მატჩიანი, მაგრამ დაუმარცხებელი და გოლგაუშვებელი მოღვაწეობა, რომლის დეტალები დღესაც უცნობია. და კიდევ ქართულ გულშემატკივარს კარგად ახსოვდა და ენატრებოდა ჟინიანი, თავდაუზოგავი, მებრძოლი თემურ კეცბაია. ყველა იმედოვნებდა, რომ ფეხბურთელი შემტევი თემურ კეცბაიას ნაკრები შემტევდა სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებდა. უმაღლეს დონეზე გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები არ გახმაურებულა. ჭორებიც არავის აინტერესებდა, რადგან გუნდი არ აგებდა. როგორც ხშირად ხდება, როცა ურემი გადაბრუნდა, გზაც მაშინ გამოჩნდა. რამდენიმე წაგება და საზოგადოებამ უკვე ზღაპრულ ხელფასზე არსებული მითის შესახებ ხმამაღლა დაიწყო საუბარი. 220,975 ლარი თვეში სამწვრთნელო შტაბს. პირველ შესარჩევ ციკლში ერთი მძიმე და ერთი ცხმაურიანი გამარჯვება. საბოლოოდ ბოლოს წინა ადგილი. მუდმივად გვესმოდა, რომ წინა შესარჩევში ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა და ეს დამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალა. გათვალისწინებული იქნა ამხანაგურ თამაშებში წარმატებები. მწვრთნელის დიდი ოპტიმიზმი და კონტრაქტი გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით 2+2 სისტემით. საბოლოოდ როგორც გაირკვა 4 წლით. ამ პერიოდში ნაკრებიდან კონფლიქტით წავიდა გოგიტა გოგუა. კარიერა დაასრულა კახი კალაძემ. მთავარმა მწვრთნელმა არც თუ კორექტული ფორმით უარი თქვა ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილზე. მეორე შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ყველაფერი ნათელი იყო. წელიწადში საქართველოს ნაკრები თავიდანვე გაწირა. ჯგუფიდან გასვლა გამოირიცხა და აღნიშნული პერიოდი მომავლის გუნდის შენებას უნდა დათმობოდა. თაობათა ცვლა გაგრძელდა, მაგრამ თამაშის ხარისხი არ უმჯობესდებოდა. მხოლოდ 3 გატანილი გოლი. გულშემატკივარი კმაყოფილი არ იყო, მაგრამ მთავარი მწვრთნელი სწორ გზაზე აკეთებდა აქცენტს და ირწმუნებოდა, რომ შედეგი იქნებოდა. თუმცა პერიოდულად არ ავიწყდებოდა საუბარი გუნდში მოუმზადებელ და დაბალი კლასის ფეხბურთელების არსებობაზე. სამწუხაროა, რომ ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ, ხშირ შემთხვევაში სათადარიგოზე ზიან. 80% სულ ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვიდნენ, რომლებმაც სამწუხაროდ თამაშები მიიღეს, სამწუხაროდ რაღაც თამაშებში ისე ვერ აჩვენეს თავიანთი თავი, როგორც საჭიროა, მაგრამ სანამ ის დაიწყება კიდო, ხო, კიდო ერთი წელიწადია მანამ. იქ იქ არიან ფეხბურთელები, რომლებიც საოგარეთ თამაშობენ და გუნდებში თამაშობენ. არ არის გამორიცხული, რომ ის ბიჭები უკვე მომავალი სეზონიდან კიდო ამ ახალგაზრდა ბიჭებს სხვა ახალგაზრდების დაემატოს. აქ არავის განაღდებული არ აქვს, არავის გარანტირებული არ აქვს, რომ ითამაშებს 100%-ით. ვინც იქნება ღირსი, ის ითამაშებს. ჯორჯია. და მაინც კეცბაიამ მესამე შესარჩევი ციკლით დაიწყო. 30%-ით შემცირებული ხელფასით. პირველადი ერთსულოვნება აღარ იყო. პირიქით, ამჯერად მოწინააღმდეგე უფრო მეტი იყო. საბოლოოდ გაირკვა, რომ მას ყველაზე დიდი დრო დაეთმო. 5 წელი ნაკრებში არავის უმუშავია და არც 40 მატჩში გაწყოლია გუნდს. ის ერთადერთი გამოდგა იმაშიც, რომ ნაკრების მარცხზე პასუხისმგებლობა ყველას დააკისრა. მთავარ მწვრთნელზე მეტად წარუმატებლობაში დამნაშავე ფეხბურთელები, გულშემატკივარი, ხელისუფლება და ყველაზე მეტად ჟურნალისტები გამოდგნენ. დაბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. პირველ პერიოდში მომატებულმა რეიტინგმა ისევ კლება დაიწყო და 5 წელიწადში აღმოჩნდით იქ, სადაც ვიყავით. 2010 წლის დასაწყისში 124, დღეს 117 ადგილზე.